გამარჯობა. გამარჯობა. ისმეთ რა შეეცახმე? ბატონო. ეს ოდააკენე ჯერა. სად არის ეგრე რო იღებ რა სი? შემოდიხარ პირდაპირ სამავტყობოში რა. ეს ბატონი სურამის ფსიქიატრიული დაწესებულების დირექტორის მოადგილეა. არავის არ აქვს უბლევა მათ შეგშეშმის გაკ. ესეც მისი პირველი კომენტარია ჩართული კამერის წინ. ჩვენთვის ნამდვილად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ დაწესებულების მენეჯერი საკუთარ პაციენტებს ასე მოიხსენიებს. აგერ გავარმე ატუსი გიჟი ვარ, ხო, წამომია რაღაცა და რა დროს წამომია რა უცბად. დგააზა დაკრას უცბად ფანჯერას ხელსა. თქვენად ოდღაც. სურამის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ჩასვლა ომბუდსმენის ანგარიში ასახული შემზარავი ფაქტების შემდეგ გადავწყვიტეთ. დაწესებულებაში არ შეგვიშვეს და ერთ-ერთ მოტივად ჩვენი უსაფრთხოება დაასახელეს. შიგნით თქვენ კი არა ჯანავის სამინისტროს არ შეუძლია შევიდეს და შიგნით როგორ შეხვდეთ თქვენ? შიგნით ავტაზი პასიური ადამიანია, რამე მოგივიდეთ იქა მე ვინ არის ატვით? ეს სახალხო დამცველის ოფისის მიერ მოწოდებული ფოტომასალაა, სადაც სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოს საცხოვრებელი პირობებია გადაღებული. უკიდურესად გაუსაძლისი გარემოს გარდა, სახალხო დამცველის ოფისი კიდევ უფრო საგანგაშო ფაქტებს ასაჯაროებს და დაწესებულებაში დასაქმებული პერსონალის მხრიდან პაციენტებზე ფიზიკური ძალადობის გახშირებულ ფაქტებზე საუბრობს. ეს ის ჯოხებია, რომელიც ექიმის თანაშემწის ოთახშია გადაღებული. პაციენტები სანიტრებს ხელითა და ჯოხებით ცემაში ადანაშაულებენ. სახალხო დამცველის აპარატის წევრებმა აქ მოთავსებულებს სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებებიც აღმოუჩინეს. ძირითადად კი თავის არეში. აღმოჩენილი იქნა ზუსტად ექიმის თანაშემწეების ოთახებში და შესაბამისად და ინფორმაცია, რომ ამ ხელკეტების გამოყენებით შესაძლოა ადგილი ჰქონოდა ძალადობას ამ დაწესებულებაში. იქ არსებული პირობები შეიძლება გაუტოლდეს არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას. ეს არის სანაწილი არის დაწესებულების. სურამის საავადმყოფოს მთავარ ექიმს და დირექტორის მოადგილეს დარღვევებზე საუბარი არ სურთ. ხაზგელაშვილი პერსონალის მხრიდან ძალადობას გამორიცხავს. თქვენი ჭირეთ პროკურატურა არ ძანდებით თქვენად ახლა. მე რა მიკროფონი ვიზუკავია ხელში და ვის არ უკავია რა ვიცი მე. უნდა საჭერია ვინმე პროკურატურა მოვძანდეს და კი ბატონო. ყველაფერი გადასარევად იციან სამინისტროში რა არის და როგორ არის. რომლითაც პაციენტების ყველაფერი განხილულია, ყველაფერი განხილულია. ანუ ეს არის ადამიანის პროკურატურაში იყო საქმე გადაცემული, პროკურატურაში იყო საქმე გადაცემული და გაირკვა რომ აქ არავით არის ფიზიკური ის არ არის ავადმყოფებზე. ეს ჯოხები ვისი არის უკაცრავად? ფოტოზე რაც არის ეს ჯოხები ვისია? ომბუდსმენის ანგარიში სხვა ფსიქიატრიულებიც მოხვდა. შემზარავი გარემო მონიტორებს ქუტირშიც დახვდათ, სადაც პატიმარი პაციენტებიც იმყოფებიან.